ერთი მითხარი რა არის ხელოვნური დედამიწაზე? ინტელექტი. მართალია. მართალია, დანარჩენი ყველაფერი არის ბუნებრივი. ბუნებრივი. ხელოვნური ინტელექტიც ბუნებრივია, იმიტომ რომ რაც ბუნებაში არ არსებობს, იქიდან ჩვენ ვერაფერს ვერ გამოვიყვანთ, ხო? ჩაკჭე, მე დაუფინანსებელმა ცხარმა, შენ დაფინანსებული ცხარი ჩაკჭე. კი ბატონო. ხო, აქაც ხო ეს გადაჭარბებული წარმოდგენები რო ეს ასე ქიმიები ასე შემდეგ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. ანუ ის საიდანვე რა ვიცი სხვა პლანეტიდან ხო ჩამოვიტანეთ, ხო? ყველაფერი ჩვენი პროდუქტებია, გადამუშავებული, უბრალოდ გონივრულად გამოყენება ჭირდება და ნუ შევაშინებთ ერთმანეთს რაღაცა ამ ვითომ უცნაური სიტყვებით, არაფერი მუტაციაში, გენებში, ასე შემდეგ საჟიში არაფერი არ არის. გენებითა და მუტაციებით ვართ აწყობილი და ჩვენ გარშემო აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ვხედავთ და ვეხებთ, ხო? ზუსტად და ძალიან მოკლედ მეც რო დავამატო, ჩვენ კაცობრიობას ისტორიის განმავლობაში დიდი გზა გვაქვს განვლილი და რაც უფრო შორს ვართ ამ გზაზე, მით უფრო ხდებით ცივილიზებულები, ხო? ანუ ვიყავით გამოქვაბულში, დღეს ვცხოვრობთ სახლებში, ყველაფერი ჩვენ გარშემო რაც არის, შეგვიძლია დავარქვათ მას ხელოვნური, იმიტომ რომ ადამიანის შექმნილია, თუ მაინც და მაინც კატეგორიზაცია გვინდა, დავარქვათ ბუნებას თავისი პირველადი ფორმით ბუნებრივი და ყველაფერი რაც ადამიანმა შექმნა, დავარქვათ იმას ხელოვნური, ხო? და რასაც ჩვენ ვქმნით, იმიტომ ვქმნით, რომ ეს მერე ჩვენ დაგვეხმაროს იმაში, რომ გავხდეთ უფრო ჯამრთელები, ჭკვიანები, ყოჩაღები, მრავალხრივები და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ და ეს ხო ძალიან მარტივი სტატისტიკაც ამას ცხადყოფს. ჯერ კიდევ 100 წლის წინ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 45 წელი. ანუ ბუნებასთან სიახლოვე არის პირველ ყოფილური, ასე ვთქვათ. ხო, ჩვენ ბუნებასთან სიახლოვე დღეს ნოსტალგიურად გვეჩვენება, იმიტომ რომ ურბანულ სივრცეებში ვართ გაზრდილი და ასე ვთქვათ, ბუნებასთან სიახლოვე როგორც დასვენების საშუალება მოგწონს და არა იმიტომ რომ დღეს ახლა ავიბარგებოდით და გამოქვაბულში ვიცხოვრებდით, სადაც შეიძლება ერთმა გაკაწრულმა ხელმა ან არასწორი სოკოს მოწყვეტამ იცხვეპლოს შენი სიცოცხლე, ხო?